მოგესალმებით მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებ, გამოიწერეთ ჩემი არხი PlayStation-ის გათამაშების ვიდეო კიდე ძალაში არის, გადადეთ გათამაშების ვიდეოზე და დააკომენტარეთ და 5000 გამოწესზე გავათამაშე PlayStation-ს. მოკლედ რა ხდება? სამუშაოდ რო გამოვედი, 1-3-4 დღის განმავლობაში სოფლის კანალიზაციის, სოფლის ტუალეტები რო არა, მაგის სუნი მცემდა მაგრად რა და ხან ერთ ვერჰაუსში მივედი, ხან მეორე ვერჰაუსში მივედი და ძალიან ცუდი სუნი იყო რა. და მე როგორც გავარკვიე და მივყევი, სუნი საიტანაც მოდიოდა, აკუმულატორიდან გადმოდიოდა, ის აქია კისლატა რა. ხო და თავიდანაც რომ მივედი ამ მანქანის საყიდლად რა, პირველად რომ დავფიქრე გაჩერებული იყო, აი ძალიან ძნელად დაიფოქა რა, და ვიდეოში ბატარეების შესვლა უნდა. უნდა შევცვალო $400-500 დაждდება ალბათ სადაც ეგრე. და პლუს კიდე კერიერი გამიფიჭდა ის გათხოვა გაგრილება რა და არ თავს რა, გარს სიცივეს არ თავს, არც გათხოვას ვაფშე საერთოდ არ უბერავს რა და მინდა რომ ეგენი ის ვქნა რა. აკუმულატორი შევცვალო და აკუმულატორს რო შევცვლი, ალბათ გამოსწორდება თუ არ გამოსწორდება და მაგის ხელოსანიც ნახე ჯერსიში არის, პარასკევს ჩავალ და იმ ბიჭთან მივალ და იმ ბიჭთან გავაკეთებ რა. ო, ხელა ის არის თო. X-Cords ისინი არის. მაგრად გამისწორდება ესენი უეჭველი, იმიტომ რომ დავითრიეს. შემდეგზე ამასაც ვიყიდი აუცილებლად. მოკლედ ახლა მივიდეთ და ვკითხოთ თუ აქვს. I need a truck battery. Okay, just one? I need a combo 4. You need 4 of them? Yeah, როგორც ჩანს ადამიანები გაიჩნდნენ და ის თქო რა ქვია, ძიმეს ვერ წავთქო რა და თუ შეგიძლია რომ საგოროვებელი მოვცემეთ და საგოროვებელს მოვცემენ რა. წავალ მოხსნი. ამ ბატარეებს ჩავაბარებ. და ახლოს გამოვიდა და თქმა დამეკვირ მაგალითად ახლა. წავედით. Volvo-ს ორიგინალის არის. ბატარეები არის და 4 ბატარეა ჯდება $460 და ეს ზოლებისო ჩავაბარო რა. NS-ში ვარ ხა Memphis-ში. აი ყველაზე მაგრად მეზღება ეს ქალაქი და ერთ-ერთი კრიმინალური ქალაქი არის. სოფლიოში რავი ტოპ 5-ში შედის რა. მესამე ადგილზე არის და პროსტიტუცია, ნარკოტიკები, კრიმინალი, აი სადღაც რაღაცები ხდება რა. და იმას ვიგარო ხი აი სადღაც შემიძლია. ეხა იმედია მალე მოხსნი რაღაცებს, მალე გავაკეთე და მალე წავალ რა. გვერდზე მოწევაქეთ და მოხსნი რა ბატარეებს. იმედია კარგად ჩანს რა. დავიწყოთ ახლა მოხსნა აკუმულატორებს. პირველ რიგში გამოვაზროთ ცველიდან, გადავუღოთ სურათი, რომ მე გაუგებრობები არ მომივიდეს, სხვა ადგილას არ შევაერთო და პატარა სამეკანია არ მივიღოთ. ეს ტრაპები ყვა მაქვს, უცბად შეყრილი წეღარო დავიცალე, მალევე გამოვედი. ეს ამენაერთან ჩამოვიღო. ეგა. ჩანა ხო კარგი. კლუჩების ნაბორი მაქვს, რა უმეტესობა ბევრი კლუჩები არის შიგნით რა. ესე არის. ესე ამდენი და ქვევითაც კიდე არის კიდე ერთი დასტა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, დათანები დავითრიოთ. კამერა ხომ მომყვება საითკენაც მიდივარ. კი არის. მოვიტანეთ. ჩვენ ახლა გვინდა უეჭველი ტრეშოტკაზე რო ავაწყოთ. ტრეშოტკაზე ამას კი ავაწყოთ, მაგრამ რითი უნდა მოხსნათ მე ის სხვა რაღაცეები. ოკეი, ეს ამაზე მიდის. გამოდიაქეთ. ესაც ამაზე მიდის. ამას თუ მოხსნით. ამას ვერ მოხსნით, ამაზე გვინდა ცოტა დიდი, 17-იანი. კი, 17-იანი წავით. ტრეშოტკის დამაგრძელებელი არ გვინდა წესით. ეგ არის. ეხლა ჩვენ უნდა მოხსნათ ესენი. პორტები. მოდი თან განახეთ. რაც უნდა გავაკეთო.
ესენი რა. ეს უნდა მოხსნა, მე თითო ბატარეა მოხსნა. ესენი სურათი გადაღებული მაქვს, დამახსოვრებული მაქვს, რა არის მე უნდა გავუკეთო მე. აი აქედან გასდიოდა რა. და ვაფშე კორიჟენ საწმესაც გამოვართმევინოთ რა. წავედით მოკლედ ახლა სწრაფად. ბევრი ძალიან ბევრი და არ მაქვს რა. მოდი გამოვყევი შეჩემო სახეზე. ეგ არის. სოცხები ტელეფონში შეყენია. ეს მოხსენით. ესაც შეგნით თავით. მომენტ. Awara. Come on. ბატარეები რომ დამჯდარი არის, APU ავტომატურად ირთვება და ეხა ჩაირთვება და უნავიდე გამორთო უეჭველი. ანუ იდეაში APU ყველაფერს მირთავს რა. ყველაფერს რა ბატარეებს მირთავს, ტენის რაღაც ყველაფერს აკეთებს, მაგრამ იმას არ აკეთებს რა. გათობა გაგილებას არ მირთავს. ორი დავამღამე რა უნდა. ეგ არის. ეხლა სწრაფად წამოვიდეთ. წავედი მოკლედ და რომ გამოვიტანი ბატარეასაც განახეთ. მოკლედ გამოვიტანი ბატარეები და იყოს ყველაფერი რამდენი დოლარის იყო? $503 იყო. და კიდევ ვიყიდე წყალი ინტერიერის საწმენდი სალონის და კოროზია სადაც აქვს, მაგის საწმენდი რა. ეს კაი არის ფეხები გასაწმენდა გასწორებს. წინა ჩრაგზე რომ მუშაობდი, იმადეს მქონდა და კაიო ძა. მოკლედ დავიწყოთ ახლა აწყობა. ჩეკები და ეგეთი რაღაცები მანქანასაც აკეთებ, უნდა შეინახოს ეს ადგილებში, როცა ყიდლობ, იმიტომ რომ ტაქსების გადახდა რომ მოგიწევს, მაგაზე დაგჭირდება და ზოგადად ვიღაცას რომ მოგადგეს, ტაქსები რატო არა გადაიხადეო, რანაირად დახარჯეო, ამდენიო და დამიმტკიცეო, ანახებ ქვითრებს და ეგ არის რა. უნდა შევინახო. უმეტესად ავინახავ ხოლმე, მაგრამ ეხლა უნდა შევინახო ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცების ყიდვა მომიწევს ხოლმე. წავიდა პირველ შევდგათ ეხლა ჯერ ეს ერთი. იდეაში მნიშვნელობა არ აქვს, თეთრზე თეთრია, წითელზე და ამარ და ერთებს შავზე და ერთებს და ეგ არის რა. ასა არ უნდა შეგეშალოს. შინიტი დავატე. სები აქეთკე. ესენი აქ დავალაგოთ, ესენი აქ დავალაგოთ. ავამებს კარგად უნდა დაუჭირო, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ მანქანა არ იქოქებოდა წინა ტრაილერზე და იმიტომ არ იქოქებოდა, რომ ესენი იყო რომელიღაც აი ერთი მაინც რო კლემა აზრეს. მაინც ის არის რა. არ იქოქება მე. ოღონდ დავაერთე მინუსი კაი დროს ვამბობ. წავედი მოკლეს და შევაყერებ ამებს და ეგ არის. კლუჩებს ჩავალაგებ, всё. პოლიციამ გაგვაჩერა იდეაში გაჩერებულები ვიყავით და გამაღვიძე ხო დგებოდი და უნდა გამეგზელებინა სიამო და მაგარად მეძინება. ჩამოვედი იარზე ხა და საბურავები მაქვს გამოსაცვლელები. იდეაში მეგონა რომ ერთი საბურავი ქონდა გამოსაცვლელი, მაგრამ ბატონმა ავტომ ერთი კი არა ბევრი გაქო გამოსაცვლელია და პიკაპები არის ზოგი ხო და
ორი ცალი საბურავი მომცა მე შეგინებ. 4 წელს კიდე ახაც დავაყენებ და კაი საბურავები იქნება ტრაილერზე რა. იმედი მაქვს, მეტი აღარაფერი აღარ დასჭირდება და მეტი აღარაფერი აღარ ენდომება რა. საუბრობთ. კინგფინები შევცვალე. ეხა ველოდები რაზვალზე შევალ ცოტა ხანში. alignment. ცოტა ხანში რა ამანქანის მერე მე ვარ რა. შევალ შიგნით და იმას ვიზაროქია. გავაკეთებ alignments. ერთადერთი რაც დამჭა ფიტინგებია. ძალიან პატარა ფიტინგები არის და იარზე როა ვარ. სადაც საბურავები შევცვალე, მან გავაკეთებ მაგასაც რა. კიდე გამოვიწერე ეს ტივისის ბარათი და მაგადაც მე alignment-ით რო გამოვალ ორიო და სიტყვას გეტყვით როგორ უნდა გამოიწეროთ, რას აკეთებს, რა შეღავათები აქვს და რას გააკეთებს ვაფშე ყველაფერს მაგაზე მოგიყვებით. ანას კიდე ხავ მოგიყვებით რა. მოკლედ ამით ასხავ TA-ზე, პეტროზე და ლავსიას ხავ რა, ამ დიზელის ბარათით რა. ზოგან 20 ცენტი აკლდება, ზოგან 30 ცენტი აკლდება, მაგრამ უმეტესად 60 ცენტი აკლდება და ნუ ეს ოუნერებთან მაქვს სათქმელი რა, ის ოუნერები ხართ რა და $2,500-დან $3,000-მდე თუ საწოლს ასხავ კვირაში, დისკაუნტი და დანაზოგი გაქვს სადღაცას მინიმუმ $350-დან $500-მდე უეჭველი აქვს რა. გააჩინე კალიფორნიაში თუ ჩაასხე შეიძლება დისკაუნტი მოგივიდეს $600-იც რა და ყველა ზაპროვკაზე სულ ბოლომდე რო ავსებ საწვავს რაღაცას $80-დან $100-მდე გიბრუნდება დისკაუნტი და ჩემი აზრით ძალიან მაგარი არის ეგ რა და თუ ეგაც დაგაინტერესებს რომ როგორ გამოიწეროთ დიზელის ბარათები, რანაირად ხდება, როგორ ხდება, მაგასაც ჩაგიწერეთ და ძალიან მარტივი არის. ეხა ისეთი რაღაცეები ხდება, რავი, ამბები ინგლისურზე და რაღაცეებზე და თუ რაღაცა არის, ინგლისურზეც არ არის პრობლემა, რომ ეტყვი ინგლისური არ ვიციო, ჩვეულებრივად დაგალაპარაკებენ ის ქართულ თარჯიმას და გაგასაუბრებენ რა. და გაგაკეთებინებენ და ყველანაირად დაგეხმარებიან რა. მოკლედ არაფერი არ არის, ძლიერი ძალიან მარტივი არის. ერთადერთი კაი ის არის, რომ ძალიან დიდ შეღავას აკეთებ რა. სულ რომ მანქანა ყავდეს გამოყვანილი და ბანკში იხდიდე $2,000, ჩათვალე რომ ნახევარზე მეც დიზელის დისკაუნტი გიხდის მაგაში რა. $1,500, $1,400 სულ რომ გასული ხარ და სულ რომ მუშაობ $2,500 გაქვს საწვავი, ჩასხმული $1,500 უეჭველი დისკაუნტს მოგცემს თვეში რა, რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარი არის, აი ძალიან მაგარი არის და უეჭველი ყველა უნდა გააკეთოს, ვინც ოუნერები ხართ, რა თქმა უნდა, ახლა კომპანიის საწვავის თუ გაქვთ კარტები, ეგ სხვა თემა არის რა. მოკლედ ეს არის ახლა ამას alignments გავუკეთებ, იარზეა ვალ, ფიტინგებს შევასწრებინებ ბიჭებს იქ უცბად, ტრაილერზეც ვანახინებ, აერებს და წავალ და გავალ რა. ალბათ ერთი თვე ნახევარი, ორი თვე მომიწევს გასვლა რა. კაი ხანი მინდა რომ გავიდე და რა ვინახოთ რა, მედია მანქანას ხელში ამიწყობს და გავალ რა. რაც შეეხება კერიერი ვერ გავაკეთე რა. ძალიან ბევრი ვეწვალეთ, ძალიან ბევრი რაღაცები ვიშალჭით და ვერ გავაკეთე სავარაუდოდ პლატას აქვს არხეული რა და ეგ პლატა კიდე არ გქონდა და იმას ვიზავთ რა ქვია კერიერის ადილეროში მივალ და რავი რაც ეღირება, მაგასაც გავაკეთებ რა. ყველაზე კაი და ბედნიერება რაც არის ამერიკაში, კრედიტ კარტები გვიხაროს ღმერთმა იმენა. კრედიტ კარტი ძალიან ბევრ რაღაცებს შვება რა. თუ გინდა კრედიტ კარტებზეც გეტყვით მერე როგორ და რანაირად და როგორ უნდა გააკეთოთ ყველაფერი. წავედი მოკლედ ახლა ტელეფონზეც მირეკავინეთ, მე 4 ჯერ და მირეკეს და შემოგიერთდებით რა. დროებით.